მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ Life FM ტალღაზე 90.8 ეს არის გადაცემა სილამაზე და ჯანმრთელობა, გადაცემა სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე და ესთეტიკურ მედიცინაზე. ნინო თვალავაძე და მარგო ლუჩკოსთან ერთად. არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კალბატონი, მანდილოსანი, შორენა ბეგაშვილი, მსახიობი და დედაწამყვანი. მადლობა, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ისტუმრეთ. ყოველთვის გვაინტერესებს თუ როგორ იწყებს შენ დილას. დილა იწყება ჩემთვის აუცილებლად. ცოტა გვიან. არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, შესაბამისად ყველა გადაღება იქნება ეს თუ რაიმე საქმე, ნებისმიერი ვნიშნავ ყოველთვის შუადღის მერე, იმიტომ რომ ადრე ადგომა ძალიან მიჭირს. და რაც შეეხება საუზმეზე აუცილებლად ფაფა, ბანანი თან მარწუს, კი, აუცილებლად, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ძალიან მიყვარს და ძალიან გემრიელია. და ჩემ შვილსაც უკვე ვაჩვევ, რომ აი აუცილებლად სწორი კვება. კი, აუცილებლად. საერთოდ ჯანსაღი ცხოვრები ცხოვრობ, აი დადიხარ აუზზე, სპა, გიყვარს თუ არა, ეს გითხარი. იცი რა, იმდენად მიყვარს ეს ყველაფერი, ეს პროცედურები, რომ აი სულ რომ არ გინდოდეს, მაინც მოგეწონება, იმიტომ რომ ყველა ვარიანტი ხა ქალი ხარ და ესეთი რაღაცეები მაინც ახლა ასე თუ ისე სიამოვნებს, ხო? თავის მოვლა და თან მე უფრო ძალიან კარგ ხასიათზე გაყენებს. აი რაც არ სულ ხასიათზე ვიყო, საკმარისია წავიდე სავარჯიშოთ, უკვე იმდენად ხასიათი და კარგი განწყობა მაქვს, რომ კი, ამიტომ ყოველთვის ყველა ქალმა უნდა თავისთვის მოიცალოს. რაღაცნაირად ერთგვარი ტრადიცია არის, ახლა ბევრი ქალბატონი მანდილოსანი მიმართავს კრივს. კი, კრივს, კი, მაგრამ მე ცოტა კრივისკენ არ ვარ, მე უფრო აერობიკას ვეტანები, იმიტომ რომ ისედაც ის ვარ, რა ქვია, მხარბეჭიანი და მივხვდი, რომ კრივი ცოტა საჩემო არ არის. რაც ეხება იოგას, საერთოდ კვირაში რამდენი დღე შენ ატარებ სპორტულ დარბაზში ესეთ? იოგა არა. იმიტომ რომ მეზარება არ შემიძლია ეს მოდუნება და აი რაღაც თავში განმარტოება. იოგა არა, მე უფრო ფიტნესი, უფრო აერობიკა და ტრენაჟორები. უფრო მიყვარს ანუ აქტიურად, კი. აი არ შემიძლია რომ აი დავждდე წყნარად და რაღაც მოვდუნდე მოვეშ. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებლად მიუბრუნდებით, მანამდე ჩვენს მსმენელებს და ასევე მაყურებლებს მოუყვეთ. დღეს ვიმყოფებით არაჩვეულებრივ გარემოში, Total Charm-ში, ვიცი რომ ხშირად გიწევს აქ მოსვლა. სახე ხარ Total Charm-ის როგორც ვიცი. რა პროცედურებს იკეთებ ხოლმე აქ? რაღაცნაირად ერთგვარად შეჯამება გაგვეკეთე. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი. აი მე არ მინახია ქალი, რომელსაც არ უყვარს ესთეტიკური ცენტრი. იმიტომ რომ აქ რომ მოდიხარ, თუნდაც საქმე არ მქონდეს, იმდენად მიყვარს ჩემი ექიმი. იმდენად პოზიტიური ადამიანია, რომ სულ რომ არაფრის გაკეთება არ გინდოდეს, მაინც აი არ არსებობს, რომ კვირაში ერთხელ არ შემოუარა ხოლმე და არ ამოუხვია აქ. და რა პროცედურებს ვიკეთებ, რა თქმა უნდა, ეხლა აუცილებლად მეზოთერაპია, აუცილებლად ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, ეს ის, რაც უკვე აუცილებელია ჩემთვის. აი აპტოზაფები? ჯერ აპტოზაფები სინჯე ძალიან კარგია, ძალიან კარგი შედეგი აქვს და სხვათა შორის მე აღარაფრის გაკეთება აღარ გინდა. ეს სახეზე სინჯე თუ სხეულის, რომ სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზეც არის შესაძლებელი. კი, შესაძლებელია, მაგრამ მე სახეზე სინჯე და ძალიან კარგი შედეგი აქვს. იცი რა არის, ძალიან ბევრი ქალბატონი, ზოგი ამბობს, რომ ძალიან კარგი არის, ზოგი ამბობს, პირიქით, ჯერჯერობით არ არის კარგი სასურველი. შენ როგორ ფიქრობ? იცი რა, აი ბევრი მეუბნება ხოლმე, რომ ზოგი არა პირდაპირ, ზოგი მიწერს, მაგრამ ბევრი იძახს, რომ იცი რა, მე ბუნებრივი ვარ და მინდა ხოლმე უთხრა, რომ და გეტყობა, რომ არაფერი არ გაკეთებული. ეს ფრაზა უკვე საამაყო აღარ არის, იმიტომ რომ ეს არის შენი კულტურა. ეს თავს როგორ ხო, რა თქმა უნდა. ეხლა არ არსებობს ადამიანი, რომელიც იზრდება და იმას არაფერი არ სჭირდებოდეს. რაღაცა პროცედურის ჩატარება რა თქმა უნდა. ეხლა არ არის აუცილებელი, რომ მოხვიდე და 20 წლისამ სახე გადაიჭიმო, ხო? რა თქმა უნდა. უბრალოდ არის რაღაც პატარ-პატარა რაღაც ეშმაკობები, რითიც შეგიძლია რომ გამოიყურებო და
ლამაზად. რა თქმა უნდა. ეს ასაკში რო შეხო, იყო მოვლი. რა თქმა უნდა, ეს უკვე საამაყო არ არის ის ფრაზა, რომ აი მე არაფერს არ ვიკეთებ. ძალიან ცუდი, მაგრამ ყველას ეთყობა სახეზე, ვინც არ უვლის თავს, ყველას ეთყობა სახეზე. სხვათა შორის 21 საუკუნე და რა თქმა უნდა უამრავი რამ ეხლა არსებობს იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. შენ არაჩვეულებრივი თმა გაქვს, ეხლა ვუყურებ და არ ვიცი, აი ძალიან მომწონს. როგორ უვლით შენ თმებს? პირველ რიგში ღებას დავანებე თავი. არ არსებობს, მართლა ძალიან ლამაზი ფერი გაქვს. ხო, ცოტა წითელში გადადის ეს ბუნებრივი და არ მომწონს და ალბათ რაღაცას ვიზა, მაგრამ ძალიან იშვიათად ვიღება, ძალიან. აი შეიძლება წელიწადში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ. იმიტომ რომ არ მიყვარს თმის წვალება, გარდა ამისა ძალიან ბევრი შეხება აქვს ფენთან, იმიტომ რომ მაქვს ბუნებრივად დაუმორჩილებელი ხვეული თმა და ამიტომ როცა ხშირად მიწევს გასწორება, ფორმის მიცემა და კიდე რომ ღება და უწყო. აი ცოტა ცოდოა. გასაგებია. საერთოდ აი დღის განმავლობაში არის ესეთი პროდუქტი, რომელიც საერთოდ არ მიირთმევ და რამდენჯერ იკვებები? ყვება ცოტა არეული მაქვს. ნუ რეჟიმიდან გამომდინარე. ხო, ხან ვერ ვასწრებ, ხან, თუმცა ვცდილობ წყალი ყოველთვის დავლიო. აჰა, 2 ლიტრამდე ამოდიხარ? ვერა. თუ შენ როგორც ხადაშოა ჩვენთან ძალიან ხშირად აი არის კარგი ექიმები, რომელიც ამბობენ, როგორც მითხრა ჩემი ნინო, რამდენს ითხოვს შენი ორგანიზმი, იმდენი უნდა დალიო. გამოდის რომ ჩემი ორგანიზმი საერთოდ არ ითხოვს. იმიტომ რომ არ არის ეს ჩვენ ხშირად ვაწყდებით აი სოციალურ ქსელში ზოგადად პირად საუბრებშიც მეგობრებისგან რომ აი დღეში ვსვამ 2 ლიტრა წყალს ან 3 litrს და ეს არის მიღებული და ჩვენ ძალიან ხშირად გვყავს ხოლმე პროფესიონალი ექიმები რომლებიც ამბობენ რომ ორგანიზმი რამდენსაც გთხოვს იმდენი უნდა მიიღო და არ არის საჭირო რომ 2 ლიტრი და 3 ლიტრი წყალი ორგანიზმი არ გთხოვს და ძალით სვამ და მე რაღაცნაირად ვემხრობი ამ მოსაზრებას იცი? აქამდე რატო არ მითხარი რომ ვიჭყიფები ამ წყალი? კი, ნუ ეხლა ხო უკვე იცი და შეგიძლია რა თქმა უნდა. ჟორენა, ნუ ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გალბატონი ხარ. ყოველთვის გვაინტერესებს რომელ სუნამოს ხმარობს ჟორენა? ეხლა ამ საერთოდ გიყვარს ბევრი სხვადასხვანაირი სუნამო? კი, იმიტომ რომ ყოველ დღე ერთი და იგივე სუნამოს ხასიათზე არ ვარ, ეხლა ამ წამს მას როგორ იპყურე ოპიუმი, ისელორანის თუ არ ვცდები. არ ვიცი, ზოგადად ანუ რომელი უფრო გიყვარს, უფრო მოტკბილი რომელიც არის და უფრო ნაზი. ანუ შენ ხასიათთან რამდენად ახლოს არის ხოლმე სუნამო, რომელსაც აუცილებლად უნდა იყოს ძალიან რბილი და ტკბილი და ცოტა ისეთი ჰაეროვანი. არ მიყვარს ეს მძაფრი აღმოსავლური სუნამოები, თუმცა მაქვს და როცა ჩემი მეგობრები მოდიან, ისინი დიდი სიამოვნებით ითვისებენ ამ სუნამოებს. რაც ეხება ზაფხულს და რუჟს. ყოველთვის ძალიან ლამაზი ფერზე ხარ. გიყვარს თუ არა სოლარიუმი თუ შენ პირიქით ბუნებრივ? პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ბუნებრივი ფერია და ანუ სოლარიუმი როგორ მჭირდება, იცი? აი თვეში ერთხელ 10 წუთი. არ მიყვარს არანაირად გადაშავებულები რო დადიან ხოლმე და კანს უკვე ეტყობა მე რაღაც ძალიან ის არის. იფიტება, ხო და მშრალია და მე ყოველთვის ვარ აი ეს ძალიან კარგი ბუნებრივობასთან ახლოს ხო, არ მიყვარს ძალიან სიშავე, არც მიხდება, ისედაც მუქი კანის ვარ და უბრალოდ ცოტა ხანი, აი ძალიან ცოტა სოლარიუმი უკვე ძალიან კარგ ფერზე მაყენებს. აი ჩვენ წეგან ვახსენეთ კვება და კვების რაციონი. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს. ხარ მსახიობი, ტელეწამყვანი, გიწევს ძალიან ხშირად ალბათ ღამის გათენებაც რომ გადაღებებზე ხარ. დიეტებს რაც შეეხება. აი თუ მიგიმართავს დიეტა. ადრე მეგონა რომ ვიყავი ძალიან მსუქანი და ვიკლავდი თავს შიმშილით. მე მივხვდი რომ ეს ფორმები თურმე მოდაშია და დავანებე თავს და უბრალოდ ვარჯიში გამოკვეთავს იმ ფორმებს, რაც გაქვს, ხო, სიმკვრივეს აძლევს და მე მგონი ახლა გამხდარი გოგოები არც არის მოდაში, ხო? არ ჩოლებრივ ფორმაში. ხო და მე მგონი არ არის საჭირო. და ისედაც ვერ ვიცი, ანუ არ შემიძლია რომ აი ამ და ამ დროს უნდა ჭამო ერთი კვერცხი თუ რაღაცა. ამან შეიძლება ჭკუიდან გადამიყო.
მიყვანს. აი როცა მინდა, რასაც მინდა მაშინ ჭამ ესეთი. ზაფხული მოდის არაჩვეულებრივ მზე. შენ როგორ ემზადები ზაფხულისთვის და შენ რას აკეთებ შენ სხეულისთვის? გიყვარს თუ არა სპა, გიყვარს თუ არა საუნაში? არა, შეიძლება გული გამიხდეს ცუდად, როცა ის ორთქლი და დახურული სივრცე არ შემიძლია. როგორ ვემზადები? ვიძენ ახალ საცურაო კოსტუმს ეგარი და ეგ. და თმას აღარ ვივარცხნი. რაც თავარია. ძალიან კარგი და რაც ეხება შენ მომავალ გეგმებს, შორენა რას აკეთებ, რას აპირებ, რამე სიახლე ან საინტერესო რაღაცები ხომ არ გქონდა? ჯერჯერობით ამ ხრივ არაფერი არ ვიცი. აჰა. ჯერჯერობით მქონდა პაუზა დიდი ხნის ჩემ შვილთან დაკავშირებით და ამიტომ ყველაფერს დავანებე თავი. ყველაფერს ნუ გარკვეულ წილად, რაც მოითხოვდა ცოტა დროს. და მომავალ წლიდან ნახოთ. რა იქნება? ნახოთ რა იქნება. ანუ ახალი შემოთავაზებებისთვის, ახალი გეგმებისთვის უკვე ფორმაში ხარ, მზად ხარ, თავარი ეს არის. ფაქსი არ ურჟია, რასაც ქვია. ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი, ძალიან ხიარული და თბილი ადამიანი ხარ. მომავალში აუცილებლად გვეპატიჟები შენ შვილთან ერთად, რომელიც აუცილებლად მოუყვევს როგორი დედა ხარ. შენ გადაცემაში ნინო თვალავაძე და მარგოლოჩკო, ეს არის გადაცემა სილამაზე და ჯანმრთელობა და არაჩვეულებრივი სტუმარი ყავდა, ეს არის შორენ ნებეგაშვილი. ჩვენ ვიმყოფებით Total Sham-ში, ძალიან მალე დაბრუნდებით, იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა შორენაში. მადლობა თქვენ.